ინტერნეტიდან ჩამოტვირთულ GSS გარემოს ფაილს აქვს შემდეგი დასახელება. ამ დასახელებაში შესაძლოა გარემოს ვერსია იყოს შეცვლილი. გავუშვით იგი შესრულებაზე. გამოტანილ ფანჯარაში შეგიძლიათ მიუთითოთ ის საქაღალდე, სადაც გსურთ საინსტალაციო პაკეტის არქივის გახსნა. თუ მას უცვლელად დატოვებთ და მონიშნავთ Install Hilux, ვებ ბრაუზერის კონფიგურაციიდან გამომდინარე, არქივი გაიხსნება ჩამოტვირთულ ადგილას ან დესკტოპზე GSS Environment Setup საქაღალდეში და ავტომატურად გაიშვება შესრულებაზე GSS Setup X-ზე. დააჭირეთ Hilux Install და შედეგად გაიხსნება ფანჯარა, სადაც გამოვა თქვენს კომპიუტერში დასაყენებელი GSS გარემოსათვის აუცილებელი პროგრამების ჩამონათვალი. მათ ინსტალაციაზე დათანხმების შემდეგ კი დაიწყება ინსტალაცია. ინსტალაციის პროცესში შესაძლოა გამოვიდეს კომპიუტერის გადატვირთვის მოთხოვნა. გადატვირთვის შემდეგ კი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ინსტალაცია. გარემოსათვის საჭირო პროგრამების ინსტალაციის დასრულების შემდეგ კი გაიშვება უშუალოდ GSS გარემოს ინსტალაცია, რომელიც მდებარეობს მითითებულ საქაღალდეში. პროგრამის პირველ გვერდზე შეგიძლიათ შეცვალოთ გამოტანილი ინფორმაციის და შეტყობინებების ენა. შემდეგ კი დააჭიროთ Hilux გაგრძელება. გთხოვთ, გაეცნოთ გამოტანილ ლიცენზიური შეთანხმების მოთხოვნებს და დაეთანხმოთ მას. ამ გვერდზე შეგიძლიათ მიუთითოთ პროგრამის ადგილმდებარეობა. აქვე ეთითება გარემოს სერვერისათვის საჭირო პარამეტრები, რომელიც ავტომატურად შევსებულია თქვენი კომპიუტერის მონაცემების შესაბამისად. მონიშნული მონაცემთა ბაზები კი მიუთითებს, რომ ინსტალაციის დასრულების შემდეგ გარემოში ავტომატურად გექნებათ თქვენი და სავარჯიშო გარემო. ინსტალაციის Hilux-ზე დაჭერით კი დაინსტალირდება პროგრამა.